მოგესალმებით მეგობრებო, დაგეგმოთ თქვენი საყვარელი ქართველი იუთუბერი დავით წერტილი, ქვედაწირი წერტილი, ცხოვრებაზე წერტილი 1 და დღეს მე წარმოგიდგენთ ახალ ვიდეოს თუ როგორ შევაბათ ქალბატონები და თქვენთვის სასურველი ქალბატონი ეგრეთ წოდებულად და ქალბატონი, გოგონა და დედროფითის სქესის ადამიანი, რომელიც თქვენ მოგესურვებათ. და დავიწყოთ ესე იგი პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რა წლის ასე ვთქვათ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა ხვდებით ხო? მაგალითად თქვენ მოგწონთ ესე ვთქვათ უზროსლი დიაცები, ან თქვენზე უზროსლი დიაცები თუ მოგწონთ, აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ჩამოყალიბებულები, უფრო ასე ვთქვათ გათვით ცნობიერებულები ჩვენს ასე ვთქვათ თავში და ამ თვითონ ქალბატონთან ურთიერთობაში და აი როგორ უნდა დავიწყოთ ხო პირველი ნაბიჯები ეს არის ყველაზე რთული ზოგადად ურთიერთობის დაწყებისას და ესე იგი როგორ დავიწყოთ პირველი ასე ვთქვათ კონტაქტი როგორ დავამყაროთ ჩვენზე ასე ვთქვათ უფროს ქალბატონთან ხო ახლა გეტყვით რა თქმა უნდა შეგვიძლია დავიწყოთ ესე რომ გამარჯობა ქალბატონო ძალიან ამასაც გამოიყურებით და მინდოდა შემედარებინეთ სტალინის პირველი ცოლისთვის და ასეთ კომპლიმენტი ახლა სტალინის პირველი ცოლი იცით ალბათ ხო ვინც იყო მე არ ვიცი მაგრამ ალბათ თქვენ გესვენებათ და სტალინის უდი ცოლი არ ეყოლებოდა ხო თუ ეყოლებოდა არ ვიცი მაგრამ ახლა კაცი საბჭოთა კავშირის ფლობდა ხო და ანუ საბჭოთა კავშირის ბელადის ცოლს რო გადარებენ ეს უკვე კომპლიმენტია ხვდებით და ანუ რადგან ეს ადამიანი ასე ვთქვათ თქვენზე უფროსია წესით ეცოდინება სტალინის ცოლი და ამას კომპლიმენტად მიიღებს და რა თქმა უნდა თქვენ უკვე შემდეგ დაამყარებთ ურთიერთობებს, განავრცობთ ახალ ლეველზე გადაიყვანთ, step-ups გააკეთებთ და ძალიან მარტივად ასე ვთქვათ გაიჩენთ ასე ვთქვათ მეგობარ ქალბატონს, რომელიც უკვე გადაიზრდება თქვენ შეყვარებულში, რა თქმა უნდა, თუ თქვენ სწორ ნაბიჯებს გადადგავთ და ასე ვთქვათ მიყვებით ჩემს მცნებებს, ხვდებით ხო? ესე იგი კიდე რა უნდა გავითვალისწინოთ ქალბატონთან ურთიერთობისას. დიახ. უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენ ესე იგი თამაშობთ ტოტალიზატორს და გვაქვს საჭარბეთი საკაუნტი და ხანდახან თხოვთ ხოლმე რომ ჩაგვირიცხოს 5-დან 50 ლარის ფარგლებში ხვდებით ხო? ანუ რომელიმე აქედან ჩაგვირიცხოს კარგი იქნება. რადგან ქალებს უყვართ მამაკაცზე ზრუნვა ხვდებით ხო? ყველა იძახის რომ აი ნამდვილად მამაკაცმა მე ფული არ უნდა გადამახდებინოს და ასეთი მაგრამ ტყუიან მეგობრებო, ტყუიან ყველა ქალს უყვარს საკუთარ მამაკაცისთვის ფული შარიცხვა ტოტალიზატორზე რა თქმა უნდა. იმიტომ რომ უყურეთ რას მიანიშნებს რომ თქვენ გემბლერი ხართ და თქვენ დამოკიდებული ხართ აზარტულ თამაშებზე ხო? ეს ნიშნავს რომ თქვენ უკეთეს ცხოვრება გინდათ, გინდათ რომ ეს ეგრეთ წოდებული არ ვიცი 1000 ლარიანი ხელფასი გაასმაგოთ, გაათასმაგოთ და უკეთეს ცხოვრება გინდათ თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ამიტომ გემბლავთ თორე არანაირი დამოკიდებულება ხო, უბრალოდ უკეთესი ცხოვრების სურვილი არის ხო და ეს ქალბატონს მოწონთ ხვდებით და აქედან გამომდინარეა რომ ასე ვთქვათ გოგოები ამჯობინებენ ასე ვთქვათ გემბლერ ბიჭებს და ისეთ ადამიანებს რომლებიც ეწევიან პლანს, მარიხუანას, ბიოს და სხვადასხვა მოსაწევებს რაც ფილმში ჩადის. ახლა ანუ გემბლინგი გავიგეთ ხო რატომ მოწონთ, მაგრამ აი პლანი რა შუაშია და მოსაწევია ხო? ახლა ვიგეტყვით. ეს აი დაფიქრდით. ფილმში უშვებს ადამიანი კვამს ხო? და ასე ვთქვათ თავის ტვინს ამ სამყაროდან წყვეტს ხო? და რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ გონება გაიხსნას მეგობრებო, ხვდებით ხო? შენ რომ ამ ნივთიერებას მიიღებ ორგანიზმში, შენი ტვინი იცვლება, ხვდებით ხო მეგობრებო? ანუ და როცა ტვინი იცვლება, ეს უკვე კარგის ნიშანია, იმიტომ რომ თქვენ იწყებთ განსხვავებულად ფიქრს ამ ცხოვრებაზე და სულ სხვა სიღრმეებში და სულ სხვა განთიადებში მიდიხართ ამ ასე ვთქვათ
თვითონ დაბოლების პროცესში ხვდებით ხო? და ეს ძალიან კარგი არის, ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ თვით განვითარებადი პიროვნება ხართ და ქალებს მოწონთ ეს და მით უმეტეს ზროს ქალებს, ანუ უფროს ქალბატონებს, ესე ვთქვათ, ძალიან მოწონთ ეს თვისება მამაკაცებში, რა თქმა უნდა, მოწონთ და გიჩვენებთ, რომ ეს ფაქტორი დაიმახსოვროთ თქვენზე უფროს ქალბატონებთან ურთიერთობაში. ახლა, კაი, ეს უფროსი ქალბატონები გავიგეთ, მაგრამ რა ვქნათ, როცა გოგონა, რომელიც მოგწონს, არის ჩვენზე უმცროსი, სადღაც 3-4 წლის. 3-4 წლით უმცროსი, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ პედოფილობას არ ვაправებთ და რა თქმა უნდა, მე არ გავუწევ მონეტიზაციას და პროფილაქტიკას პედოფილობას, იმიტომ რომ მე ვგმობ ამ საქციელს, რა თქმა უნდა. და რა უნდა ვქნათ ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობის დროს. ასე იქ. ახალგაზრდა გოგონებს უყვართ ქუჩის ბიჭები, დაიმახსოვრეთ ეს. იმიტომ ქუჩაში გადით, დადექით და იმ ასე ვთქვათ, ჩაიწერეთ ქუჩის ლექსიკონი, ხვდებით ხო, რასაც მოისმენთ. ჩემი დედა და რაღაც ეგეთები ხო აზიხართ და კიდე გადაიფურთხეთ ხოლმე. ეს ძალიან უყვართ გოგოებს, ახალგაზრდა გოგოებს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ბრუტალურობას და როგორ გითხრათ, მამაკაცურობას ათასტურებს ეს ახალგაზრდა გოგოებისთვის ეს მამაკაცის თვისება და აქედან გამომდინარე გირჩევდით, რომ ეს ამ ასპექტს მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია თუ გინდათ რომ ახალგაზრდა გოგონებს ასე ვთქვათ მოაწონოთ თავი. ახლა გაგიჩნდებოდათ კითხვა ლოგიკურად, მე გამიჩნდებოდათ, ალბათ თქვენს გაგიჩნდებოდათ ესეთი კითხვა, რომ ჭკუას რო გვარიგებო ახლა. შენ სატყავს შეყვარებული ვარ, გოგონა ვარ, რა ვინმე ზოგადად. და რატო ხარ ვაჟიშვილიო მკითხავდით, ხო? მაგრამ მე გეტყვით, რომ მწვრთნელები არ თამაშობენ, მეგობრებო. Coaches don't play, ასე ვთქვათ. გადაბოვა ქართულად ეს ფრაზა. და რა თქმა უნდა, მე ვარ coach-ი, მე ერთდროულად ვერ დაგმოძღრავ და თან ვერ გავაკეთებ იმას, რასაც ვიძახი. აქედან გამომდინარე, ამიტომ არ მყავს მე შეყვარებული და მსგავსი ადამიანი გვერდზე, იმიტომ რომ მე ვარ მწვრთნელი, მე ვარ coach-ი, მე ჩემი გამომწერებისთვის ვაკეთებ ყველაფერს და ჩემი თავისთვის ფაქტობრივად როცა არ მრჩება, რომ სადმე გავიცნო ადამიანი და ასე ვთქვათ, დავამყარო ურთიერთობა, ხვდებით ხო? მაგათ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და ლაიქით გამოიწერეთ არხი და გამაგებინეთ თუ იმუშავებს ჩემი ტაქტიკები რეალურ ცხოვრებაში. მადლობა და ნახვამდის, შევხვდებით მომავალ ვიდეოში.